კვლავ იწყო სწავლება ზღვისპირას და შეიკრიბა მის გარშემო დიდი ძალი ხალხი და აიძულეს იგი ნავში შესულიყო და ზღვაზე დამდგარიყო, ხოლო მთელი ხალხი ზღვის პირას მიწაზე იდგა. ასწავლიდა მათ მრავალი იგავით და ამბობდა თავისი მოწყობილობაში. ისმინეთ. აჰა, დათესავად გავიდა მთესველი. და როცა თესავდა, მოხდა რომ ერთმა თესლმა გზის პირას დაიცა და მოვიდნენ ფრინველ და შესჭამეს. სხვა მკლდოვან ადგილზე დაიცა, სადაც ბევრი მიწა არ იყო და მეხსეულად აღმოცენდა, რადგან ღრმად არ იყო მიწა. ხოლო როცა ამოვიდა მზე, დაეწვა და რადგან ფესვი არ ქონდა, გაშრა. სხვანი ეგალბარჩი დაითესნენ და ეგალმა ამოიწია და დაახშო ისინი და ნაყოფი არ გამოიღეს. სხვანი კი კარგ ნიადაგში დაითესნენ და გამოიღეს ნაყოფი, ერთი 20 გზის, ერთი 60 გზის, ერთი 100 გზის. და თქვა, ვისაც ყური აქვს სმენად, ისმინოს. და როცა მარტო დარჩა, კითხეს მას ისინი, ვინც მის გარშემო იყვნენ 12-თან ერთად. იგავების მნიშვნელობა. და უთხრა მათ. თქვენ მოგეცათ ღვთის სასופეულის საიდუმლოების ცოდნა, ხოლო გარე ხალხს კი ყველაფერი იგავით ეცნობება, რათა ხედავდნენ და ვერ ხედავდნენ, ისმინდნენ და ვერ იგებდნენ, რათა არ მოინანიონ და არ მიეტევოთ მათ. და უთხრა მათ. ამ იგავს თუ ვერ იგებთ, აბა როგორ გაიგებთ ყველა იგავს?